მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. თვითონ ადამიანს უდიდესი მადლობა, ვინც ჩემს გვერდზე რიცხავთ თანხას, ვიდეოს ყურების საფასურად. მე ამას ვამჩნევ, ყველაფერს ვიმახსოვრებ, ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს. და ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და ასე შემდეგ. და ეს იქნება თქვენი ენერგო გაცვლა მხოლოდ. მეგობრებო, როდესაც გინდათ კარგი ცხოვრება, მე ვფიქრობ, რომ ლაიქზე ხელის დაჭერა არ უნდა დაგეზაროთ. თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ მეორე ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, რომ თქვენ არაფერი არ გექნებათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ ხელის დაჭერა გეზარებათ და მე იტყვით, რომ რატომ აქვს სული ცხოვრება, იმიტომ რომ უბრალოდ ხელს არ აჭერთ ლაიქს ან არ აზიარებთ რაიმე, ესე ვთქვათ, ემოციას, რომ მეც გამიხარდეს, რომ თქვენ მიყურებთ. მოკლედ, დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც არ ეზარება და გაზიარება, ხელის დაჭერა, გამოწერა გვერდის და დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს. დღეს ცოტა უჩვეულო ვარდით ვარ წარმოდგენილი და დღეს გავაკეთებთ ჩვენ მამაკაცის მიზიდულობის და ქალის სექსუალურობის ამაღლების რიტუალს. იმიტომ რომ თქვენთვის ახალი არ იქნება ეს, რომ ყველაფერს სჭირდება ენერგია და როგორ უნდა გქონდეს ადამიანს ენერგია, თუ თქვენ არ გაქვთ სუფთა ენერგია, მაღალი სექსუალურობა, როგორ უნდა მიიზიდოთ საერთოდ ვინმე, ხო? ეხლა რატომ არის ეს ქოთნის ვარდი? ცოცხალი ვარდია, რა თქმა უნდა, აუცილებლად ცოცხალი ვარდი მჭირდებოდა. იმიტომ რომ ეს შელოცვა, რასაც მე ჩუმად ვიტყვი და მე რასაც თქვენ გეტყვით და გაიმეორებთ, აუცილებლად საჭიროა რომ იყოს მიწაში ჩარგულ ცოცხალ ვარდზე გაკეთდეს. თორემ ისედაც შემეძლო წყლის ვარდები დამედო, მაგრამ არ იმუშავებს. ამიტომ უნდა გაკეთდეს რიტუალი მაშინ, როდესაც ვარდი არის ცოცხალი და არის მიწაში. თქვენ გიყვართ ჩემი საუბარი და ჩემი თქვენთვის ინფორმაციის გასაზიარებელი ერთადერთი საშუალება არის მხოლოდ YouTube, სხვა სოციალები იცით, მე არა მაქვს. ის კი რა და Instagram-ი გავაკეთებ, მაგრამ ამდენი ხალხის გადამკიდე ვერასოდეს ვერ ვაქტიურობ და ეჭვმეპარება რომ როდესმე ვიაქტიურო, ამიტომ ყველა ინფორმაციას მე თქვენ გაწვდით YouTube-ზე. და მინდა ვისაუბრო სანამ რიტუალზე გადავალ, ძალიან სერიოზულ და დამაფიქრებელ და აღმაშფოთებელ ინფორმაციებზე, რასაც ბოლო კვირებია ვისმენ. მე ეს Telegram-შიც აღვნიშნე, ჩემს უფასო Telegram-ზე, რომლის ლინკი მითითებული იქნება ვიდეოს ქვეშ და აქაც გეტყვით. ესე იგი, მომმართავენ ქალბატონები, რომლებსაც აქვთ შვილებისაგან ჯადო გაკეთებული. ასევე მომმართავენ შვილები, რომლებსაც აქვთ დედისაგან ჯადო გაკეთებული. ეხლა ვიღაცა იკითხავს, კაი რა შვილები, რა დედა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ მე ჩემ შვილს, მაგრამ ყველას თქვენსავით მოსიყვარულე მშობელი არ ჰყავს. ინფორმაციასაც გეტყვით ჩემი ამდენწლიანი მუშაობის დროს, რომ უმეტესობას ვიტყვი თამამად, უმეტესობას ჩემ კლიენტებს ყავს მოძალადე მშობელი. როგორც ფსიქოლოგიურად ძალადობა და ფსიქოლოგიურად ძალადობა ეს არის დამანგრეველი, თუ ვინმეს გონია რომ
დედა, რომელიც მას ეჩხუბება, ეს არაფერი არ არის, არა, ეს ძალიან დიდი რამეა, ეს ანგრევს თქვენს მომავალს, ანგრევს თქვენს თვითშეფასებას, როცა ის გაბულინგებთ და ამ დროს ყოველთვის მოდიან ხოლმე მერე ჩვენთან იკეთებენ წმენდას, რომ ჩაიწყვიტონ, ესე ვთქვათ, რიტუალით გადაჭრან ეს ეგრეთ წოდებული ჭიპლარი და განცალკევდნენ და ბედნიერად დაიწყონ ცხოვრება, იმიტომ რომ არაცდის ეს, ესე ვთქვათ, ტოქსიური დედა ადამიანს სიცოცხლეს. ძალიან ბევრ შემთხვევაში მამები ასევე ძალადობენ შვილებზე სექსუალურად და მე ეს რომ არ ყოფილიყავი მაგია, ამას არასოდეს არ დავიჯერებდი, რომ ეს საქართველოში ხდება, მაგრამ რამდენი ამბობს ჩემო მეგობრებო და რამდენი ვერ ამბობს და რცხვენია, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი გოგონა, ქალბატონი 20 წლის წინ, 30 წლის წინ, 40 წლის წინ და თუნდაც ეხლა არის და იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამების მხრიდან. ვიმეორებ, მამების მხრიდან. ეს ტელეგრამზეც აღვნიშნე და აქაც ვიტყვი, აი ჩემი მუშაობიდან დაახლოებით რომ ავიღოთ 20% არის მამინაცვლის მხრიდან, თვითონ ესე მეუბნებიან, ეს ჩემი გამოგონილი არ არის, მე არაფერში არ მაწყობს. და 20% არის თითქოს მამინაცვლის მხრიდან და 80-70% დანარჩენი ყველა ნამდვილი მამის მიერ. და რაოდენ გასაკვირიც არის, რომ ყველა 100%-დან 100%-შივე ეს ყველაფერი დედამ იცოდა. ეს ხდება საქართველოში და ეს ხდება ჩვენს ერში, რაც ძალიან სამწუხაროა. ეხლა ყოველად არ მივედი ამ ინფორმაციამდე. თქვენ იცით, მით უმეტეს მათ, ვისაც მარათონი გაქვთ ჩემი თუნდაც პირველი გავლილი, რომ ბოროტება არის გენეტიკური. ანუ ბოროტი ადამიანი და შიზოიდი ადამიანი, ფსიქიკურად მანიაკი ადამიანი იბადება ესეთი. ანუ ამას არ სჭირდება რაიმე და ცუდი იყო და არა. შეიძლება ეს ადამიანი იყოს გადასარევი, მაგრამ შინაგანად იყოს საშინელი ბოროტი. და ზუსტად ამიტომაც არის, რომ ესეთი მამაკაცის შვილები, ან გენეტიკა, ზოგჯერ შეიძლება ბიჭს გაყვეს მამის გენი, ან გოგოს და გოგო იყოს კეთილი დედის მიმართ და ბიჭი იყოს სასტიკად აგრესიული, ან პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ ესეთი ხალხის შვილები, მაგალითად, ვინც მოძალადეა, ვინც მანიაკია, ვინც, რა ვიცი, ზოგი თავს აჭრის ადამიანებს ხო, ეკაც მოვყევი, ზუსტად 10 წლის წინ მოხდა ეს ამერიკაში. ბიჭი პატიჟებდა მეგობრებს, ვითომ მეგობრებს, ახალგაცნობილ ადამიანებს თავის სახლში და შემდეგ მათ ურევდა ბანკს, აძლევდა და შემდეგ ეს ადამიანები რომ მოითენთებოდნენ და დაიძინებდნენ, თავებს, ხელებს, ფეხებს, ყველაფერს აჭრიდა და შემდეგ ზოგს საყინურეში ინახავდა, ზოგს ასე შემდეგ და ზოგს ასე შემდეგ. ეს ხდება ეხლა 10-15 წლის წინ მოხდა ამერიკაში და ეს 50-მდე ადამიანი მოკლა ამ ადამიანმა და ეს ადამიანი დაიჭირეს. რა თქმა უნდა. ასევე კიდევ გენეტიკაზე ვისაუბრებ, რომ რუსეთში ცხოვრობდა ეს დაგუგლოთ, გაიგებთ ამასაც, ეს არაფერს ახალს არ ვიძახი, ადამიანი, რომელიც ქალებს კლავდა და შემდეგ სახლში ატარებდა გასატარებელ მანქანაში და მეზობლებს, კატლეტებს ურიგებდა. ოღონდ მართლა გეუბნებით, აი როგორ შემოძრწუნებელია, ხო? კატლეტებს ურიგებდა, ნათესავებს ხორცს ურიგებდა, აი მიირთვით ხორცი, რაღაცა, ნახე ხორცი ყველას უნდა, ხო? და ეს ამბავი, როდესაც გამოირკვა, ძალიან ბევრი მეზობელს დაეწყო, მიხვდნენ, რომ ადამიანის ხორცს ჭამდნენ თურმე ამდენი წლები და აუკითხავდა ეს კაცი. მეზობელს დაეწყო პარანოია, ერთ კაცს გული გაუსკდა, შეტევა დაემართა, ვერ აიტანა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მას ხშირად უკითხავდა ამ ხორცს და კატლეტებზე პატიჟებდა. და ძალიან ბევრი ადამიანი შოკში ჩავარდა ერთი სიტყვით. მაგრამ რისი თქმა მინდა რა შუაში ამ მშობლებთან, რითიც დავიწყე. იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან კარგი ქალბატონები მოდიან ჩემთან.
ესენი არიან 10-15 წელი ემიგრაციაში ძალიან მძიმედ შრომობენ, ხო, თქვენ იცით მე მოსახლეობის, ჩემი კლიენტების 20-30% არის, დაახლოებით ემიგრანტი, დანარჩენი მე უმეტესი წილი 70-ში 80%-იც კი მყავს საქართველოდან და არა ემიგრაციის მოსახლეობა. ეს ხალხი მუშაობს, მძიმედ შრომობს, რაღაცა ზოგი არ შეწყო, ეხლა ყველა მძიმედ არ შრომობს, მეგობრებო, ზოგი ეხლა ბანკის დირექტორია, საზღვარგარეთ, ბანკის თანაშემწეა, ზოგს ფირმა აქვს, ზოგს ტანსაცმელების ქსელი აქვს, ზოგს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, ხო შრომობენ ეს ხალხი. ინახავენ თავის შვილებს, ინახავენ თავის შვილიშვილებს. ეხლა გეტყვით, რატომ უკეთებენ დედას შვილები ჯადოს, ვინც მე მომართა. იმიტომ რომ ამ ქალბატონს ყავს ახალგაზრდა boyfriend. ახალგაზრდა რამდენია? 29-30 წელს. არ შეიძლება რომ 45 წლის ქალს ახალგაზრდა კაცი გვერდზე ხავდეს? ოკეი? მაშინ რატომ უშვებ 15 წელი შენ თუ კარგი ადამიანი ხარ 15 წელი რატომ უშვებ ამისთან ქალს საზღვარგარეთ? ან თუნდაც გაცილებულია. წაქეზების მიზნით მამა აქეზებს შვილებს, შვილები ერთი გოგო, ერთი ბიჭი მამისკენ არის, ერთი გოგო დედისკენ არის, მაგრამ გამოდის რომ მას სიკვდილს უსურვებენ, 1000 უბედურებას უსურვებენ, ჯადოებთან დადის ეს კაცი და 1000 რაღაცას აკეთებს. ამიტომ ემიგრანტები გაფრთხილდით, ხშირად არა მარტო ამ მიზნით, არამედ ოჯახის წევრები ფულის გამოგზავნის მიზნით ხშირად აკეთებენ ჯადოებს. ძალიან დასანანია რომ ეს არის ხოლმე შვილებისაგან, მაგრამ ეს არის ფაქტი და ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის ფაქტი. დღეს მყავდა ზუსტად ეს კლიენტი, ქალბატონი, რომელსაც უკეთებენ ჯადოს. ეხლა მეორე მხარე ავიღოთ, უკეთებენ დედების შვილებს ჯადოს, რომ ატრიალონ როგორც მათ უნდათ. მე უფრო ბიჭებზე მეგონა ეხლა ქალები თუ აკეთებდნენ და თუ გოგოებზეც არის ესეთი რამე. ჩემი კლიენტი 45 წლის ქალბატონი, ექიმი, ვერ დაალაგა თავისი ცხოვრება. დედა ურეკავდა მთელი ცხოვრება, შენ ხარ ესეთი, შენ ხარ ისეთი, შენ მე როგორც მინდა ისე უნდა მოიქცე. შენი ფული მე უნდა გამომიგზავნო სულ ყველას, შენ დასე სჭირდება, შენ ძმას არ სჭირდება და ამ დროს დადაძმა არიან 40 წლისები, თქვენ არ გეგონოთ რომ პატარები არიან. შენ უნდა გააკეთო, შენ შეჭამეს ეს გოგო, აღმოჩნდა რომ ამ გოგოს აღარც ფული აქვს, აღარც ჯანმრთელობა ჰქონდა ჩემთან რომ მოვიდა, აღარც არაფერი გაუთხოვარი იყო, უკვე შვილი მინდა ეძახდა, ხო? ჩემს მერე რა თქმა უნდა, ამ გოგონას გავუკეთე მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭიპლარის გადაჭრის ესეთი წმენდის, ძალიან სერიოზული ცერემონიალი არის ესეთი რიტუალი და ადამიანი წყდება ენერგეტიკულად ამ ყველა საშინელ ადამიანს, მე რა თავის ოჯახის წევრები არიან და ესე ვთქვათ, იწყებს ახალ ცხოვრებას და ეს ადამიანი ახლიდან დაიბადა. ამიტომ მეგობრებო, ლოგიკა უნდა ჩაჯდეს ესეთი, რომ როგორ გითხრათ, იმ თქვენს შვილებს შეიძლება ისეთი გენი გამოხვეთ თავისი მამისაგან, რომ ცხოვრება გაგიმწაროთ. ნოლზე დაგსვათ. შეიძლება გოგომ რამდენია ხო ბინებს უყიდიან დედებს და რამდენი გამწარებული დედაა ესეთი ჩემთან მოსული, რომ ბინა ვიყიდე და გოგომ გამიყიდა. ბინა ვიყიდე და გოგომ გამიყიდა. ბინა ვიყიდე, გოგომ გამიყიდა. ამიტომ ერთი პატარა რჩევა, რომელიც მაგიას არ ეხება, მეგობრებო, თქვენ ბინებს, თქვენ სახელს გარდა, გადააფორმებთ სხვაზე, იმიტომ რომ უკვე შევწუხდი იმდენი ქალბატონი მოდის, რომელსაც ბინა გაუყიდეს. თან გოგოებმა 90% აკეთებს გოგოს ქმარისათვის. ამიტომ მეგობრებო, გააფრთხილდით ამაზეც.
კიდე რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ძალიან ბევრი არ მინდა იყო, იცით, არ მიყვარს და სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ ლაპარაკი და საერთოდ არასოდეს არ გავბედავ რა, ეხლა რა რას ქვია არ გავბედავ, მაგრამ ჩემ თავს არ ვაკადრებ, რომ ვინმე ადამიანზე თქვა ცუდი. სხვა მაგზე არ არსებული მეგობრებო, ვერც ერთ სიტყვას, ვერც კარგს და ვერც ცუდს შემგან ვერ გაიგებთ კონკრეტულ ან რაღაცა. Даже კლიენტებსაც კი ვუკრძალავ, რომ ჩემთან რომ მოდიან დაზარალებულები, უნდათ რომ აი სახელები მითხრან, ვეუბნებ, stop, არაფერი არ მითხრათ. ანუ არ არსებობს, აი ვერც ერთი ჩემი კლიენტი ვერ იტყვის, როდესაც მოდის და უნდა რომ აი იმისგან მოვედი, ამისგან მოვედი, ესე მიქნა. ვეუბნები stop, всё, ეგ მე არ მაინტერესებს, ძალიან ცუდი რომ დაზარალდით, მაგრამ ასე ვთქვათ, არ მინდა არაფერი ვიცოდე, არც სახელი, არც არაფერი, იმიტომ რომ ეს ჩემი level არ არის, ეს არ არის ჩემი დონე, ეს აჭორაობა არ არის ჩემი დონე, არც სახელების გაგება, მე კარგს არაფერს არ მომიტანს. მე ვცხოვრობ დევიზით, თუ მე კარგს არაფერს არ მომიტანს, მე ამით არ ვცხოვრობ. მაგრამ რისი თქმა მინდა. აი, ბევრი ადამიანი მოდის, მაგალითად, მინდოდაო ბარაკა გამეკეთებინა და პირიქით ცოტა ხანში გავუბედურდიო. ანუ მინდოდაო რომ კაცთან გამეკეთებინა მიბმა და ცოტა ხანში ისე გავცივდით რომ კაცი რომელსაც ცოლად უნდა მოვეყვანე გამარჯვებასაც აღარ მეუბნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი. მაგიის ფედერაციაში თუ არა ხართ გაწევრიანებული, თქვენ არ არსებობს გქონდეთ როგორ ვთქვა ქართულად მასალები, რითაც თქვენ ჯადოს ან მოხსნით ან გააკეთებთ. ეს საქართველოში კი არა მეგობრებო, ბევრ ქვეყანაში არ არის. ამიტომ არავინ არ დადოს თავი რაღაცა, ასე ვთქვათ, გაკეთებაზე. ერთადერთი საქართველოში არის პოპულარული და რომელსაც არც მაგი სჭირდება და ცხოვრებას აუბედურებს, ეს არის სასაფლაო. всё, სასაფლაოში ჩაგიმარხავენ სურათს, მორჩა, გაუბედურებული ხარ ყველანაირად. და მე გაუბედურებული რომ ხარ, მიდიხარ ისევ ამ ადამიანთან, შველას თხოვს, ის ფულს აკეთებს და შენ ხარ ისე გაუბედურებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად მიუდექით, რას გააკეთებთ, ვისთან მიბრძანდებით და როგორ მიბრძანდებით. მე კიდევაც ვიძახი, მე არაფერს არ ვიძახი, მე არავინ არ მაინტერესებს, ვისთანაც გინდათ იმასთან მიბრძანდით, უბრალოდ მე გეუბნებით, ჩემთან როგორი ადამიანები მოდიან დაზარალებულები. ყველა დღე და ამ ადამიანებს უმეტესობას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანების სურათს ჩემი კლიენტები ესე ამბობენ, რიცხავენ აკეთებენ სასაფლაოში და ამ ადამიანებს იმიტომ ეწყობათ ჯანმრთელობის პრობლემა. თუ რატომ უნდა ეწყობოდეთ ჯანმრთელობის პრობლემა პირველ რიგში, ხო? ხო, ცოტა საშიშია, მეგობრებო. ერთ რამეს გეტყვით. უკეთესი ადამიანი არ არსებობს. მაგრამ აი როგორც აი რა შევადარო. აი ხომ არის მაგალითად ბოტექს, ბიორევიტალიზაციას აკეთებს ყველა მეორე. მაგრამ 100-დან 100-ვეს არ აქვს ექიმის დიპლომი. ეს არის კატასტროფა, ხო? როგორ შეიძლება დაუწვი ადამიანს, რომელმაც არ იცის სახის აგებულება და რომელსაც არ აქვს ექიმის დიპლომი. აქ ამერიკაში ამაზე დიდი შტრაფია, ვაფშე ციხეა მაგაზე, არ შეიძლება. აი სახლებში ეგეთ რამეებში, ეს არის საციხე საქმეა, ეს არ შეიძლება ეგეთი რამე. ამიტომ მაგიაშიც იგივეა, მაგია კანონიერია ამერიკაში ყველაფერი, მაგრამ თუ შენ ცუდ მაგთან მოხვდი, ის ცხოვრებას გაგიუბედურებს. თორე მაგია ამერიკაში კანონიერია, მეგობრებო, სატანის ტაძრებს მიაქვს ამერიკა. მაგი გახდი კი არა, ნეტა აჩვენო რაიმე შოუ და რა ვიცი, აქეთ ფულს გადაგიხდის ამერიკა მაგაში. ოღონდ იცოდეთ კი, ამერიკა მაგებს ფულს უხდის. მართლა გეუბნებით. ეს ძალიან სერიოზულად არის აქ განვითარებული. მაგრამ, მოკლედ,
ფრთხილად იყავით, მე ერთადერთს გეტყოდით, რომ გაიკეთეთ ამულეტი დაცვის, იმიტომ რომ საქართველოში მძვინვარებს კატასტროფული ოჯახების დანგრევები ერთმანეთზე, ბარაქების წართმევები, პირდაპირ სასიკვდილო ჯადო, პირდაპირ სამაგიეროს გადახდა და ერთს ვიტყვი კიდე, ახალგაზრდა თაობაში მოიმატა უფრო მეტად ცუდი ჯადოების კეთების, როგორ თქვა, ფაქტებმა. ანუ ძალიან მიკვირს სხვათა შორის, მე უფრო სხვა წარმოდგენის ვიყავი, ყველაზე არ ვეტყოდი, მაგრამ პირდაპირ გოგოები ერთმანეთს უკეთებენ სასიკვდილო ჯადოს. აი, მე ხა წავალ შენ რას გიზავს სასაფლაოში ჩაგიმარხებ, ამ გოგოებს ემართებათ ზოგს კიბო, ზოგს სიმსივნე, ზოგს რაღაცა, თან ეს მალე ხდება მეგობრებით, რომ თქვენ სასაფლაოში ჩაგიმარხავენ, მაგას წლები არ სჭირდება. ამიტომ მოკლედ გაფრთხილდით მეგობრებო, მე შემიძლია თქვა ერთადერთი, რომ დაცვა პირველი, არ ვიცი, საქართველოში გონდოლა დაცვით უნდა იარო, თავზე უნდა ჩამოიკიდო ალბათ დაცვა, ხო? იმიტომ რომ ადამიანები არიან ძალიან გაბოროტებული. არა მარტო საქართველოში, მაგრამ აი სისასტიკით, ესე ვთქვათ, სისასტიკით რატომღაც შემდა სამწუხაროდ გამოირჩევიან საქართველოში. ერთმანეთს ვაჭრობას ვერ პატიობენ, სილამაზეს ვერ პატიობენ, ვერაფერს ვერ პატიობენ. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო. ამიტომ ერთადერთი ჩემი შემოთავაზებაა, რომ დაცვა გაიკეთოთ. თუ რაღაცას ვერ ახერხებთ, დაცვა მაინც გაიკეთოთ, რომ ადამიანად იყოთ, კარგად იყოთ ერთი სიტყვით. ჯადოზე გამახსენდა და გადავალ უკვე რიტუალზე. ქალს, როდესაც ჯადო აქვს გაკეთებული, ქალს, როდესაც თვალი აქვს ნაცემი, ან ქალს, როდესაც დედის წყევლა აქვს გაკეთებული, მას ოჯახი, მას ბედი ენგრევა. იცით თქვენ, როდესაც ოჯახზე ჯადოა გაკეთებული, მისი ყველა ხაზი, გოგოები, ბიჭები, ყველა ან გოგოები ძირითადად არიან გაუთხოვრები, ან თუ გათხოვდებიან, აუცილებლად ოჯახი დაენგრევათ. ბიჭები ან დაიღუპებიან ავტოკატასტროფაში, ან ავადმყოფობაში, ან ძალიან ცუდი ცხოვრება ექნებათ, სტრესული. ან შევა თავის მოყვრით დაასრულონ, ან ასე შემდეგ. ამიტომ კარგად გაარკვიეთ ყოველთვის, გაქვთ ოჯახის ჯადო, თუ თქვენა გაქვთ ჯადო გაკეთებული, მაგის გარკვევას ძალიან დიდი ცოდნა უნდა. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გაგიკეთონ მოხსნა პირადად თქვენზე და ამ დროს თქვენ გქონდეთ ოჯახის ჯადო გაკეთებული და არაფერმა არ გიშველოთ. გადავალ უკვე რიტუალზე და გეტყვით, რომ ოჯახის ჯადო იქნება, რაც იქნება, ყველაფერი მოქმედებს პირადზე. ანუ პირადში არ გერგება, არ გემართებათ ხელი. რაც არ უნდა მოხდეს პირადში, გიფუჩდებათ საქმე. კაცი არ გერგებათ, მაგალითად, როგორც თქვა ქართულად, ქალურობა ნაკლები გაქვთ, სექსუალურობა ნაკლები გაქვთ, ხო, სექსუალურობა არ არის რაღაცა სახის ტუჩები, მკერდი, უკანალი, ხო, მე გოგოები გარბიან, ტუჩებს იკეთებენ, უკანალს იკეთებენ, მკერდს იკეთებენ და ამასობაში ეშხი არა აქვთ ერთი სიტყვით, რა და მაინც არ არიან ბედნიერები, მაინც ვერ მიაღწიეს კარგი ცხოვრებას, ხო? და მე გიტყოდით, რომ კარგი ცხოვრებისთვის გარეგნობა საერთოდ არ არის საჭირო. მერწმუნეთ, გარეგნობა ჩემთვის არის 0. სულ რომ მახინჯი ვიყო, მე მაგალითად ყოფილიყავი, ყველაზე საუკეთესო კაცს ავირჩევდი მაინც და ესეც არის, ხო, ავირჩიე კიდევაც, იმიტომ რომ ენერგეტიკა მქონდა მაღალი. ხო, მე იცით, გაცნობის ისტორია ჩემი ქმრის, რომელმაც თავდაუბანელი, ჭუჭყიანი, ფეხმოტეხილი სამანტყოფოში, ამერიკან ჰოსპიტალში მნახა, რომ ერთი კვირის თავდაუბანელი რო წევხარ სამანტყოფოში, ხა როგორ უნდა გამოიყურებოდე, ან ფეხმოტეხილი, ან რა ვიცი, ხა იქ ხალათით, აი როგორ უნდა იყო, ხო? მაგრამ ენერგეტიკა ძალიან ბევრ რამეზე მუშაობს. ამიტომ გოგონებს სულ ვეუბნები, რომ ჯერ გაიკეთეთ წმენდა და დაგიდგებათ ბედი ძალიან კარგად, მაგრამ ეხლა
up to you. ამიტომ ადამიანების ზოგს უნდა რომ პირდაპირ რაღაცა სასწაული გაიკეთონ და პირდაპირ სასწაული და ქვები და რაღაცა სისურელე წმენდები არ უშველის ადამიანს. ყველაფერს სჭირდება კომპლექსური მიდგომა. მოკლედ მეგობრებო, 25 წუთი ვისაუბრე, შეიძლება ბევრს არ მოგწონთ, ბევრს მოგწონთ, დაწერეთ, მოგწონთ თუ არა, ჩემი ლაპარაკი სულ მაინტერესებს. და გადავიდეთ რიტუალზე. აქ ხედავთ, რომ მუხრებზე დგას კაცი და ქალს უჭირავს თავი და ჩემი საყვარელი ყვავი, რომელიც ძალიან დიდ ენერგეტიკას მაძლევს იმისათვის, რომ თქვენ საუკეთესო რიტუალი გაგიკეთოთ. მოკლედ, მოთავსდით მშვიდად. წარმოიდგინეთ ეგ მამაკაცი, რომელიც თქვენ გიყვართ, დახუჭეთ თვალები. აი წარმოიდგინეთ, როგორი სახე აქვს, როგორი ხელები, როგორი მხრები, ანუ აი კარგად დეტალურად წარმოიდგინეთ ეს ადამიანი. და წარმოიდგინეთ, რომ მის წინ დგახართ, როგორც არა ქალი ჩვეულებრივი, არამედ როგორც ქალღმერთი. და თქვენ ქალღმერთები ხართ, მეგობრებო, ისედაც ეგ ნუ დაგავიწყდებათ. ჩვენ ხელში აბსოლუტურად ყველაფერი. მოკლედ, მე ვიტყვი ახლა რამოდენიმე წამიან ჩუმად შელოცვას და მერე ვიტყვი ხმამაღლა შელოცვას. როდესაც ვიტყვი, რომ ვიწყებ, თქვენი კაცის სახელი გაიმეორეთ 3-ჯერ. ვიწყებ. გაიმეორეთ ერთხელ. გაიმეორეთ მეორეჯერ. გაიმეორეთ მესამეჯერ. და ახლა თქვით ესეთი შელოცვა. მე ვაღვიძებ ჩემში ქალურ ძალას, სილამაზეს, ვნებას და მომხიბლობას. ჩემი მზერა იზიდავს, ჩემი ხმა ხიბლავს. ჩემი ენერგია იგრძნობა ჩემს გამოჩენამდე. მე ვარ ქალი, რომელსაც იმახსოვრებენ. ჩემში იღვიძებს თავდაჯერება, სინაზე და ცეცხლი. ჩემი სხეული ასხივებს ქალურობას, ჩემი ენერგია სექსუალურ მიზიდულობას. რაც ჩემში იყო მიძინებული, იღვიძებს. რაც ჩემში იყო დაფარული, ბრწყინავს. მე არ ვეძებ ყურადღებას. ყურადღება მოდის ჩემთან. მე არ ვითხოვ აღფრთოვანებას. ჩემი ენერგია თავად იწვევს მას. ასე ვამბობ, ასე ვირჩევ, ასე იყოს და იქნება ამინ. და ვთქვათ შემდეგი შელოცვა. ჩემი ქალური ენერგია მაგნიტივით იზიდავს ჩემს საყვარელ მამაკაცს. მამაკაცი, რომელსაც ვაინტერესებ, ჩემს სიახლოვეს გრძნობს მიზიდულობას, ინტერესს და ვნებას. ჩემი სახე ახსენდება, ჩემი ხმა იზიდავს. ჩემი ენერგია მის ფიქრებში ტოვებს კვალს. ჩემსკენ მოდის, მას გულით და სურვილით უნდა ჩემთან ყოფნა. ჩემი მიზიდულობა ძლიერდება და ჩემი ქალურობა იშლება როგორც ყვავილი და როგორც ვარდი და თქვენს წინ არის ულამაზესი ვარდი. როგორც თქვი,
ისე დამკვიდრდეს, როგორც ეს ვარდია გაფურჩქნული, ისე გაიფურჩქნოს ჩემი ცხოვრება. როგორც ეს ვარდი არის გაფურჩქნული, ისე გაიფურჩქნოს ჩემი ცხოვრება. ამინ. მეგობრებო, შევოცვას შეგიძლიათ უსმინოთ ყველა დილოს საღამოს და როდესაც თქვენ მოგესურვებათ. რამდენჯერაც მეტჯერ მოусმენთ დილას, მაგალითად საღამოსაც, შუადღეს, იმდენი თქვენი კალორი ენერგია უფრო და უფრო მეტად წინ წავა, უფრო კარგი ხასიათზე დადგებით და რა თქმა უნდა, ჩემი ენერგიაც თქვენამდე მოვა. ვარდი, რომელიც თქვენს წინ არის, ეს არის ცოცხალი, ნამდვილი და ესე ვარდივით იყავით მთელი ცხოვრება და არ დაგავიწყდით, რომ თქვენ ხართ ქალღმერთები, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ამინ. მეგობრებო, ბევრი ადამიანი წერს, რომ ჩემი ნომერი არ არის მითითებული, მე გეტყვით, რომ ჩემი ნომერი +1 718 506 28 24, მხოლოდ WhatsApp-ი. ზოგი წერს, შეიძლება პირადზე, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ ნებისმიერ რიტუალს, რაც თქვენ მოგინდებათ. როგორც თეთრი მაგია, ასევე შავი მაგია, ადამიანზე, კაცზე, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც ჩემი პრინციპები, რომლებსაც მე არ გადავდივარ. ამულეტები, თქვენ იცით, მე $950-დან იწყება ჩემთან, როგორც ბარაქის, ასევე გზის გახსნა თუ გინდათ ბარაქა თუ არა გაქვთ, დაცვის ამულეტები, ამიტომ ჯობია რომ გაიაროთ კონსულტაცია, შეიძინოთ, იყოთ დაცულები და მოგემართოთ ხელი ყველაფერში. დიდი მადლობა, გისურვებთ უდიდეს წარმატებას.